დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმნით. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე, რომელიც ყველაზე დიდი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში. და ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც სრულ ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ კეთილდღეობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრების წესზე, როგორც არჩევაზე, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც და ადამიანის ცხოვრების ხარისხიც. და ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა დიაგნოზზე, რომელიც არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთელი ოჯახის და ზოგჯერ საზოგადოების ცხოვრებასაც კი ცვლის. დღევანდელი ჩვენი თემა დიაგნოსტიკურ ძიებას უკავშირდება და ამგვარი ძიება ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი პერსონალური არჩევანის შესაბამისად დაიწყო, მაგრამ როგორც წესი, ამას აკეთებენ მედიკოსები, პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა უნდა ვიპოვოთ, რა უნდა აღმოვაჩინოთ, როგორ დავადგინოთ დიაგნოზი და რა მეთოდები გამოვიყენოთ ამისთვის. ადამიანებს აშინებთ ონკოლოგიური დიაგნოზი და ეს ახალი არ არის, მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობთ ონკოლოგიური დიაგნოზის ძიებაში მყოფ ადამიანზე და როდესაც საუბრობთ აი ამ ეტაპებზე, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს, ჩვენ აუცილებლად ვეკითხებით გამოცდილებას, ცოდნას, გაზიარებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა დარგის ექიმებისა, რომლებიც მონაწილეობენ ონკოდიაგნოსტიკაში. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები სწორედ ამგვარი ექიმები არიან: რადიოლოგი პროფესორი ბატონი ნიკოლო საინიშვილი და მორფოლოგი პროფესორი ბატონი არმაზ მარიამიძე არიან ჩვენი სტუმრები. დილამშვიდობისა ბატონები. დილამშვიდობისა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დიაგნოზის ძიებაზე, ძალიან რთულია ამ დროს არ გავითვალისწინოთ, როგორი მოლოდინი აქვს პაციენტს და ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც იტყვის ექიმი და ზოგჯერ სიტყვაც კი არა, გამომეტყველება, რომელიც აქვს ექიმს, როგორი ინტონაციით ამოისუნთქავს და წარმოთქვამს მერე კონკრეტულ სიტყვებს, შეიძლება იყოს მისი გუნებგანწყობისთვის გადამწყვეტი და შეიძლება მრავალმნიშვნელოვნადაც კი აღიქვას ბანალური დიაგნოზი, არათუ მაშინ, როდესაც ონკოდიაგნოსტიკაზე ვსაუბრობთ. და ამიტომ ნიკას მინდა ვკითხოთ, ჩვენ ვეძებთ კონკრეტულ დაავადებას, ვეძებთ კონკრეტულ დიაგნოზს და როდესაც ჩვენ გადავხედავთ რადიოლოგიურ ინსტრუმენტებს და რესურსს, რომელიც აქვს დარგს, რა გამოდგება ასეთ შემთხვევაში სადიაგნოსტიკოდ? როგორ შეიძლება პირველად აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური პრობლემა? ეს არის, თქვათ, ბანალური ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ძალიან მარტივია და ხელმისაწვდომი, ტრადიციული რენტგენოლოგიური კვლევა, რომელიც ძალიან კარგად არის ცნობილი გასული საუკუნიდან, თუ ბევრად უფრო ნატიფი რენტგენოლოგიური კვლევები, მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა. რა არის პირველი საფეხური, რომელიც დაგვანახებს, რომ დიახ, აქ საფრთხეა ონკოლოგიური? მოგახსენებთ. პირველი საფეხური, მაგრამ ალბათ მაინც ყოველთვის არის მარტივიდან დაწყება. პირველი საფეხური ყველა შემთხვევაში ჯობია იყოს ულტრაბგერა. იმიტომ რომ არაინვაზიურია, მაგალითად რენტგენისგან განსხვავებით, რომელიც მაინც სხიური დატვირთვის მატარებელია, თუმცა მცირე, მაგრამ სხიური დატვირთვის. ამდენად ძიების პირველი ეტაპი ყველა შემთხვევაში, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა იყოს ულტრაბგერა. და რაც მთავარია, ძიების მიზანმიმმართველი უნდა იყოს ექიმი და არა პაციენტი თავად. იმიტომ რომ პაციენტი სამედიცინო განათლების ქონის პირობებშიც კი უკვე როცა პაციენტის ტყავშია, შეიძლება ვერ დაგეგმოს სწორად. მაინც ჯობია ექიმმა დაგეგმოს. და როდესაც თქვათ ჩვენ საუბრობთ ეტაპებზე, თქვათ ულტრაბგერას რისი დანახვა შეუძლია, რას ვერ დაინახავს, რატომ გვჭირდება უფრო ნატიფი კვლევები, რატომ ვამბობთ ხოლმე ვიზუალიზაცია, ანუ დანახვის შესაძლებლობებზე, რატომ საუბრობთ? იმიტომ რომ ყველა მეთოდი გარკვეულწილად არის ლიმიტირებული. ახლა მაგალითად ჯერ ლიმიტირებული ვართ იმით, სად ვეძებთ. თუ დავუშვათ ვეძებთ პათოლოგიას, მაგალითად თავის ტვინში, აქ ულტრაბგერა უკვე ახალშობილთა ასაკში კი და შემდეგ უკვე თითქმის არ გამოიყენება, გამონაკლისია დოპლერი. დანარჩენი კლასიკური ულტრაბგერა თავის ტვინში არ გამოიყენება, შესაბამისად დიაგნოსტიკური ინფორმატიულიც არ არის. ხომ აქ პირდაპირ ვიწყებთ ტომოგრაფიით. ან კომპიუტერული ტომოგრაფიით, ან მაგნიტორეზონანსულით, ან პოზიტრონულ ემისიურით ზოგ შემთხვევაში. ფილტვებში მაგალითად ულტრაბგერა ნაკლები ინფორმატიული იქნება, ამიტომ იძულებული ვართ ძიებას დავიწყოთ რენტგენით. და გავაგრძელოთ შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფიით თუ საჭიროა.
მუცლისღრუს შემთხვევაში პირიქით ულტრაბგერა ძალიანაც ინფორმატიულია და აუცილებლად პირველი ეტაპი ეს იქნება. და პირველი მინიშნებები შეიძლება მივიღოთ სწორედ ამაზე. ფარისებრი ჯირკვლის კვლევაში მაგალითად ულტრაბგერა არათუ პირველი ეტაპია, ხშირად ბოლო ეტაპიც ის არის. იმდენად ინფორმატიულია. როდის ერთვება მორფოლოგია? მე მაყურებლისათვის კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და გავახსენებ თქვენი მრავალჯერადი სტუმრობის მიუხედავად ჩვენ გვჭირდება ამ შემთხვევაში გავმიჯნოთ იმ ინფორმაციისგან რაც ბატონმა ნიკამ ბრძანა მორფოლოგია რომელიც ქსოვილების უჯრედის სტრუქტურების დონეზე ცდილობს გაერკვეს პროცესში. როდის შემოდის სცენაზე მორფოლოგია და რა შეუძლია დიაგნოსტიკის პროცესში მან თქვას თუ არა გადამწყვეტი სიტყვა? ხშირად აქვს გადამწყვეტი სიტყვა და რაზეც არის შემდგომში დამოკიდებული უკვე პაციენტის მკურნალობა, თუმცა მორფოლოგია ერთვება იმ წამიდან, როდესაც პაციენტიდან არის აღებული რაიმე ქსოვილოვანი ნიმუში ან სითხე. ბიოლოგიური მასალა. ეს იქნება სითხე, ეს არის რამე ქსოვილი, მათ შორის ეს მოიცავს როგორც ბიოპსიურ მასალას, ანუ მცირე ქსოვილოვან ნიმუშს, ისე პოსტოპერაციულ მასალას. ამ ეტაპიდან უკვე ერთვება მორფოლოგია დიაგნოსტიკაში და ხშირად და ძირითადში მისი დანიშნულებაც ესაა მორფოლოგიის, რომ საბოლოო დიაგნოზი, საბოლოო დასკვნა დადოს დაავადების შესახებ და თავის სახელი დაარქვას. როდესაც ჩვენ ონკოლოგიურ დიაგნოზებს საუბრობთ, აქ მორფოლოგია ერთი დიდი ქოლგაა და რამდენიმე მეთოდი გამოიყენება თუ შეიძლება ერთი მეთოდით სრულად საკმარისი იყოს იმისთვის რომ თქვათ რომ დიახ აქ ონკოლოგიური პრობლემაა და სხვა არაფერი. კი, შესაძლებელია ერთი მეთოდიც იყოს გამოყენებული, როგორც არის მაგალითად ჰისტოლოგიური კვლევა, ფარისებრ ჯირკვალთან მიმართებაში მაგალითად ციტოლოგიური კვლევა არის გადამწყვეტი დიაგნოსტიკის პირველადი დიაგნოსტიკის შემთხვევაში, თუმცა პოსტოპერაციულად უკვე მორფოლოგიურად ვიკვლევთ ამ ქსოვილს და გვაქვს საბოლოო დიაგნოზი. თუმცა ამ მეთოდებიდან გამომდინარე რუტინული მორფოლოგია რაც იყო მაგალითად კლასიკური მორფოლოგია, გარდა ამისა ჩვენ ვიყენებთ იმუნოჰისტოქიმიური კვლევის მეთოდებს და უკვე მოლეკულური კვლევის მეთოდებსაც, რათა დაავადებას დავარქვათ თავის სახელი. ვინაიდან მეცნიერება მიდის წინ, ახალი კვლევები არის და შესაბამისად მოლეკულური კვლევით ჩვენ შეგვიძლია უფრო ზუსტად დავარქვათ სახელი კონკრეტულ სიმსივნეს. როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, ბატონმა ნიკამ ბრძანა, როგორ დავინახოთ პირველად ონკოლოგიური პრობლემა. ანუ დავინახოთ სიმსივნე. უჩვეულო წარმონაქმნი, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში გაჩნდა და ამისთვის სხვადასხვა მეთოდი მიუსადაგოთ, იმიტომ რომ ვიცოდებთ, რომ ეს ინფორმაცია ნამდვილად სანდოა და შეგვიძლია ვივარაუდოთ დიაგნოზი, ან ვიმსჯელოთ დიაგნოზი. მაგრამ ონკოლოგიური დაავადების მართვა დიაგნოზით ხომ არ განისაზღვრება მხოლოდ დიაგნოზი არის ის ეტაპი, რომელიც საკმაოდ გრძელ გზას გულისხმობს შემდეგ და სწორედ დიაგნოსტიკიდან იწყება მკურნალობის დაავადების მართვის საკმაოდ რთული ეტაპების მონაცვლეობა. როდესაც მკურნალობაზე ვსაუბრობთ, რამდენად შესაძლებელია რადიოლოგია და კონკრეტული მეთოდები უკვე მკურნალობის შედეგების შესაფასებლად, დაავადების მიმდინარეობის შესაფასებლად გამოვიყენოთ. რამდენად ხშირად ხდება გამოყენება და აქაც არის თუ არა მნიშვნელოვანი სხვადასხვა მეთოდის გათვალისწინება, როდის გამოგვადგება ეკოსკოპია, როდის გამოგვადგება უფრო ნატიფი კვლევა და ასე შემდეგ. კი ბატონო, რა თქმა უნდა ხდება გამოიყენება სწორედ ის მეთოდები, სხვადასხვა მეთოდები, ხშირად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება ყველა ეტაპზე, ულტრაბგერაც, რენტგენიც, კომპიუტერული ტომოგრაფიაც, მაგნიტური რეზონანსიც. ამას ყველაფერს გამომდინარე დიაგნოსტიკური სპეციფიკიდან წყვეტს კლინიკური ონკოლოგი. უკვე რადიოლოგებთან ერთად, ეს ხდება სპეციალურ ეგრეთ წოდებულ ონკობორდებზე, ანუ ონკოლოგიურ კონსილიუმებზე, რომელშიც მონაწილეობს კლინიკური ონკოლოგი, მორფოლოგი და რადიოლოგი. და სადაც ხდება დაგეგმვა ზუსტად რა სიხშირით, რა რიგითობით გამოიყენება და რა რაოდენობით გამოიყენება ეს თუ ის დიაგნოსტიკური რომ მაქსიმალურად ინფორმაციული რა იყოს. თქმა უნდა, აქ აწონილ-დაწონილი უნდა იყოს თვითონ დიაგნოსტიკური მეთოდისგან მომდინარე დაუშვათ სხიური დატვირთვა და შესაბამისი რისკები და დიაგნოსტიკური ინფორმაციის ღირებულება.
ანუ სარგებელი მეტია თუ რა თქმა უნდა, რომ დიაგნოსტიკური ღირებულება უნდა სჭარბობდეს ყოველთვის შესაძლო რისკს. როდესაც მორფოლოგიაზე ვსაუბრობდით დიაგნოსტიკაში, მე ვფიქრობ მაყურებლისათვის ეს სრულიად გასაგები ჯაჭვია, როდესაც თუნდაც ეკოსკოპიით აღმოჩენილ რაღაც პრობლემას გავყვებით ეტაპობრივად და მივალთ უჯრედის კვლევასთან. მაგრამ თუ მკურნალობის შედეგების შეფასებაზეა ლაპარაკი, შემდგომ დაავადების მეთვალყურეობაზე, გასაგებია, რომ ეკოსკოპიით შემიძლია შევაფასო რა ფაზაშია, როგორ განვითარდა თუნდაც პოსტოპერაციულად მოვლენები, ან სხვა მეთოდები გამოვიყენოთ. მორფოლოგია ამ შემთხვევაში მონაწილეობს, უჯრედებს, ქსოვილებს ისევ ვაფასებთ სხვა ეტაპზე. შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ როგორც ვთქვათ მკურნალობის შეფასების კრიტერიუმი, ან მეთოდი, ან დაავადების მიმდინარეობის, ან გამოჯანმრთელების შესაფასებლად. რამდენად გამოდგება? გამოდგება და მას უდიდესი როლი აკისრია კონკრეტული ამოცანისათვის, ვინაიდან მაგალითად ძუძუ სიმსივნეების დროს იმუნისტიკიური კვლევით ფასდება ისეთი პარამეტრები, რომლის მიხედვითაც უკვე შეჩეული არის ხოლმე პერსონალიზებული მკურნალობა პაციენტზე, ასევე მოლეკულური კვლევებით შეგვიძლია თქვათ, რომ ერთი და იგივე სახის სიმსივნეს რა გამოსავალი და რა პროგნოზი შესაძლებელია კონდეს მისი მოლეკულური ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, მისი გენეტიკური თვისებებიდან გამომდინარე, ან ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ ასეთი სახის გადაწყვეტილებების მიღებაში, ამ გადაწყვეტილებას კლინიკური ონკოლოგია იღებს, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენი საქმიანობით, იგივე იმუნისტიკიური კვლევით, მოლეკულური კვლევით უკვე შესაძლებელია მოხდეს პაციენტზე პერსონალიზებული მკურნალობის მორგება კლინიკური ონკოლოგის მიერ და ასევე ვივარაუდოთ თუ რა შედეგები ექნება მკურნალობას და როგორი პროგნოზი აქვს დაავადებას. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო დღევანდელი სტუმრობისთვის. მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რაც ყოველთვის გვაქვს თქვენი დამსახურებით ამ გადაცემაში, მოусმინოთ პროფესიონალებს, დარგის პროფესიონალებს დაავადების აღმოჩენისთვის, დაავადების მართვისა და მკურნალობისთვის და შემდეგ უკვე მისი შედეგების შეფასებისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ რადიოლოგი პროფესორი ბატონი ნიკა საინიშვილი და მორფოლოგი პროფესორი ბატონი არმაზ მარიამიძე. მე ჯერ არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება და ძალიან მნიშვნელოვანი ბოლო სიტყვაობა. სამფერი კვებითი შუქნიშანი და მრავალფეროვანი რეკომენდაციები. ეს არის პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს ყოველთვის კვებით შუქნიშანს და იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენ გიზიარებთ ხოლმე სწორედ ამ ნაწილში გადაცემისა. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ ონკოდიაგნოსტიკაზე, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაგახსენოთ უამრავი საკითხი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის ფარგლებში განხილვის საგანი ყოფილა. მაგალითად, შეცვლილი გემო და საკვები პროდუქტების სუნის გემოს განსხვავებული აღქმა. თქვენ გახსოვთ ამასთან დაკავშირებით არაერთი გადაცემა. მაგალითად, ორგანიზმის გაძლიერებული ან პირიქით უკიდურესად დაქვეითებული მოთხოვნილება ზოგადად კვების მიმართ, საკვების მიმართ და კონკრეტული საკვები პროდუქტების მიმართ. დღეს ამაზე არ მინდა გესაუბროთ, მინდა გაგახსენოთ მთავარი, რაც ყველასათვის ადვილად შესამჩნევი ცვლილებაა და რომელმაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ორგანიზმს რაღაც უჭირს. დიახ, როდესაც ჩვენ სამფერ შუქნიშანზე ვსაუბრობთ, ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს სიფრთხილის ზონა, რომელიც ჩვენი სხეულის მასას უკავშირდება. ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობის შეფასებისთვის ზოგჯერ სხეულის მასა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, როგორც წონის მატების შეფასებისას, ასევე წონის კლებისას. მაგრამ წონის კლება ყოველთვის საყურადღებოა, ისევე როგორც წონის მატება აუხსნელი მიზეზით. თუ ჩვენ ვიცით, რომ მიზანმიმართულად შევზღუდეთ კვება, რაღაც პროდუქტები ამოვიღეთ რაციონიდან, შევცვალეთ რეჟიმი, შევამცირეთ ულუფა და ასე შემდეგ, ლოგიკურია წონაში კლება, ისევე როგორც თუ პირიქით მოვიქცევით, წონაში მოვიმატებთ. მაგრამ არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო
ჩვენი სხეულის მასა ქვეიცდება და ხშირად ჩვენ თვითონაც გვიჭირს იმის აღქმა, როდესაც საკუთარ ორეულს დავინახავთ და შევაფასებთ სარკეში. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით საყურადღებოა კონკრეტული მაჩვენებლები. მაგალითად, რამდენი დავიკელით წონაში და რა პერიოდის განმავლობაში მოხდა ეს კლება. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან მაგალითად 6-12 თვის განმავლობაში თუ ჩვენი სხეულის სასტარტო მასიდან 5% დავკარგეთ, ეს გახლავთ საყურადღებო მაჩვენებელი. დიახ, ამგვარი კლება წონაში არის საყურადღებო მიუხედავად მიზეზისა და მათ შორის იმ მიზეზის გათვალისწინებით, რომელზედაც დღეს ჩვენ გვქონდა გადაცემაში საუბარი. დიახ, წონაში კლებას აუხსნელი მიზეზით ჭირდება შეფასება. წონაში კლებას უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში 6-12 თვის მანძილზე ჩვენი სხეულის წონის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 5%-ის რაოდენობით აი ამ მაჩვენებელს აუცილებლად ჭირდება კრიტიკულად შეფასება. რამ განაპირობა ასეთი კლება და არის თუ არა ეს რომელიმე ორგანოს სისტემის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. ამიტომ აი ასეთი შეფასება სხეულის მასისა და არა ახირებული ყოველდღიური აწონვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მაგალითად სისუსტე, გემოსცვლილება, საკვები პროდუქტების მიმართ პერსონალური შეცვლილი დამოკიდებულება და სწორედ წონასთან დაკავშირებული საკითხები ერთ ჯაჭვში გავამთლიანოთ და აუცილებლად დავსვათ კითხვა. არის თუ არა ამის მიღმა თუნდაც ონკოლოგიური პრობლემა და ექიმთან მიმართვა, დროული მიმართვა დაგეხმარება ამ კითხვებზე. პასუხის მიღებაში, როგორც გაქარწყლება, ასევე დადასტურება უამრავ სხვა მეთოდთან არის დაკავშირებული, რაც ეკურველია მხოლოდ წონის მატება, ანკლება. არ იქნება პირდაპირ მინიშნება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება და წითელი დროშა, რომელიც გვიბიძგებს სათანადო კვლევების ჩატარებისკენ და უფრო ნატიფი მეთოდების გამოყენებისკენ იმისთვის, რომ მივაგნოთ პრობლემას ან უარყოთ პრობლემა. ვიდრე დღეს დაგემშვიდობებით, გადაცემას ექნება მოკლე ბოლო სიტყვაობა, მაგრამ მე ვფიქრობ, მიმდინარე სეზონის დასკვნითი გადაცემისთვის მნიშვნელოვანი ბოლო სიტყვაობა. დღევანდელი გადაცემის ბოლო სიტყვაობა განსხვავებულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გადაცემა მიმდინარე სეზონზე სრულდება და შემოდგომამდე უნდა დაგემშვიდობოთ. მაგრამ ტრადიციულად, ვიდრე დაგემშვიდობებით, აუცილებლად გაგახსენებთ, რომ ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე, რომელიც ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში, მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიური მწამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და რა თქმა უნდა, მიუხედავად ადამიანის დიაგნოზისა. სწორედ ამიტომ ვამბობ ხოლმე, არასდროს შევხვდეთ დიაგნოზს როგორც განაჩენს. ვისწავლოთ, რაც შეიძლება მეტი საკუთარი დაავადების შესახებ, იმიტომ რომ უკეთ შევძლოთ ამ დაავადებასთან თანაცხოვრება. ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ კვებაზე და თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ ჩვენი კვებითი შუქნიშანი სამფერი, მაგრამ მრავალფეროვანი თავისი შინაარსით. და როდესაც კვებაზე ვსაუბრობთ, კვება არ არის ახირებული თემა და ამიტომ ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ჩვენ აუცილებლად ვიკვებოთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ და არ ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ჭამოთ. და როდესაც ადამიანის პრობლემების მართვაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ არის უამრავი მეთოდი, უამრავი საშუალება, უამრავი მედიკამენტი, მაგრამ არაფერია ისეთი ეფექტური წამალი და ისეთი ეფექტიანი სამკურნალო საშუალება, როგორიც სიყვარულია. ამიტომ აუცილებლად ვასრულებ ხოლმე ყოველთვის ჩვენს სეზონს მთავარი სათქმელით. გვიყვარდეს იმისთვის, რომ გადავრჩეთ. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.